მე ვარ პოლიცია. გამარჯობა. გამარჯობა, შეგიძლიათ გააკეთოთ 2 სენდვიჩი ნებისმიერი რამით. მე პოლიციელი ვარ. შეგიძლიათ გაგზავნოთ ჩემს პოლიციაში. ჩვენ თქვენგან 3 წუთის მანძილზე ვართ. კარგი. რამდენი ხანი გჭირდებათ? შეიძლება 9 საათში. მადლობა, სასიამოვნო დღეს გისურვებთ. კარგი დღე გქონდეს.
დიახ, და არ დაგავიწყდეთ соуსი. დიახ. გამარჯობა, თუ დრო გაქვთ, რადგან მე მოვდივარ ტარაკნების გასაწმენდად, რადგან ბევრი ტარაკანია და მთელი შენობა სავსეა და თუ შემიშვებთ, გაჩვენებთ როგორ გამოიყენოთ წებოვანი ხაფანგები და შხამიანი ხაფანგები. თქვენი უსაფრთხოებისთვის. არ მოგცემ ამის უფლებას და წარმოდგენა არ გაქვს რა არის ცხოვრება და თქვენ ჯერ კიდევ ვერ ისწავლით რა არის ცხოველებსა და ქვებს შორის და აკეთებთ ამ ბინძურ საქმეს, რადგან რეალობის დანახვის ნაცვლად უსმენთ სხვებს და არ მოგცემთ უფლებას მოკლათ და დავიჭიროთ და შორს გადავაგდოთ და თქვენ უნდა წადი. გაიგე მეტი ცხოვრების შესახებ და მაიმუნი იმის დასტურია რომ ცდები.
გინდა ჩემთან ერთად დალიო ალკოჰოლი ან კანაფი, რადგან მოსაწყენია. შეიძლება კანაფის შოკოლადით შევჭამო და არ შემიძლია მოწევა ან ალკოჰოლის დალევა და არ მიყვარს ალკოჰოლი, ამდენი ბაქტერია გვერდით ალკოჰოლში და თუ ცოტა მეც დალევ არ იცი რა გქვია. პოლიციამ 1 კილოგრამი კანაფის გამო მოკლა ერთი ადამიანი და შემდეგ ოჯახი და მეგობრები ანადგურებენ მთელ ქალაქს და 1000 ადამიანის გული ატეხეს და ეს ყველაფერი მოხდა 1 კილოგრამი კანაფის გამო და ასე ანადგურებენ ერთმანეთს და იპარავენ და სცულთ, რადგან ეს ხალხი ითამაშე მსხვერპლი და ადამიანების უმეტესობა ეცემა იმიტომ, რომ მოусმინო საზოგადოებას და რელიგიის კანონს, იმის ნაცვლად, რომ დაინახოს რეალობა და შეხედო. ყოველთვის არ არის საზოგადოება ან რელიგია სწორი და ჩვენ ყოველთვის შეგვიძლია ვიპოვოთ ახალი და უკეთესი იდეა და თუ მაინც მოусმინოთ ისტორიას, მაშინ ჩვენ ვერ შევცვლით ჩვენს სამყაროს. უკეთესობისთვის მომავალი და საუკეთესო რისი გაკეთებაც ყველას შეგვიძლია. არის ის, რომ დავტოვოთ ერთმანეთი მარტო და მხოლოდ მაშინ ვიმსჯელოთ, როცა ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მაგალითად, მკვლელობა და ქურდობა და ეს არ არის თქვენი სამყარო. თუ თქვენ ახარებთ ხალხს, სირცხვილია ვინმეს უთხრათ, არ ჭამოთ ნარკოტიკები, რადგან ჩემი შვილი თქვენგან ისწავლის და თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ რას ჭამთ, მხოლოდ ნუ მოკლავთ ვინმეს თქვენი საკვებისთვის და ჩვენც კი ვართ ჩვენს სახლში და არ ვცხოვრობთ მათ სახლებში. და თუ ბავშვი ჩემგან ისწავლის თუ არა, ის მაინც გაიგებს ამის შესახებ. ეს არის ასწლის წინ ზოგიერთი ნარკოტიკი არალეგალურია, მაგრამ მაინც შეგიძლიათ შეიძინოთ ნებისმიერ დროს და ისინი უბრალოდ აწუხებენ ხალხს და ისინი ამბობენ ბავშვების გამო, მაგრამ ვფიქრობ, რომ ზოგიერთი ნარკოტიკი 100 ჯერ უკეთესია ვიდრე ალკოჰოლი ან ცხოველების ჭამა და ბავშვი ცუდს ისწავლის. ცხოველების მკვლელობა და ისინი გაიგებენ მკვლელობის შესახებ და არ ვიცი რატომ არის ზოგიერთი ნარკოტიკი არალეგალური და ცხოველების მოკლა ლეგალური და ადამიანები იყენებენ ნარკოტიკებს, რადგან ეს არის წვეულება ან ტკივილი, მაგრამ ადამიანები კლავენ ცხოველებს სამი მიზეზი ან წარმოდგენა არ აქვთ რა არის ცხოვრება ან სულელები არიან ან გიჟები. და ჩვენ ყველა ვერ შევწყვეტთ ნარკოტიკების მიღებას ვიღაც ბავშვის გამო და ეს არ არის ჩემი პრობლემა. და ეს არის ჩემი სამყარო და არა მარტო იქ. უბედურებას აპირებენ და ჩემს შეყვარებულს ყველასგან იპარავს, ოჯახსაც კი, რადგან სახლში კანაფის მოშენება არ შეუძლია და ამბობს, რომ ჩემი ფული მიდის და ამიტომ სცულს ყველას. და ის ძალიან გაბრაზდა და ამბობს, რომ ჩვენ არ გვაქვს ჩვენი უფლება და ეს არ არის ჩემი სამყარო, რადგან რასაც ვაკეთებთ, ჩვენ გარშემო უნდა მიმოვიხედოთ, მაგრამ ყველაფერი არ არის რთული. და ჩვენ ვერ ვითამაშებთ მსხვერპლს პრობლემაში და ამდენი შაქარიც რომ შეჭამო მოკვდები. და ვფიქრობ, ღმერთი ცდის ადამიანებს ისევე, როგორც ღმერთი ცდის ადამს და ევას. აბრაამი და ღმერთი ამოწმებს ადამიანებს აბრაამის ტესტის საშუალებით, როცა ღმერთი ამბობს, მოკალი შენი შვილი და შემდეგ ღმერთმა გაუგზავნოს ცხვარი აბრაამს და იმ დღეს ღმერთმა გამოსცადო ყველა ადამიანი აბრაამის გამოცდის მეშვეობით. დიახ, მართალი ხარ, ოდესღაც ჩვენ ვხედავთ მათ ტირილს და ყვირილს და მაიმუნიც კი იგივე ადამიანები არიან და გჯერათ ღმერთის არსებობა. რადგან ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით. როგორ მჯერა, რომ ღმერთი არსებობს ერთ დღეს, ძალიან ავად ვიყავი და ვერც ერთი ექიმი და წამალი ვერ დამეხმარება და მერე ვიღაცამ მითხრა, წადი ამ კაცებთან, ის ღვთისგანაა და მერე იქ მივდივარ, მან ხელი მომკიდა. მერე ტკივილი მიდის და მე კარგად იყო და შემდეგ 8 წლის შემდეგ ვუყურებ ერთ ფილმს და ვხედავ, ვიღაცამ იგივე გააკეთა. და შემდეგ მახსოვს მისი მოქმედება. სასაკლაოში მივდიოდი და ჯალათს ვთხოვ ცხოველის ტყავი მომეცი და ის მეუბნება რატომ გჭირდება ცხოველის ტყავი და მე ვეუბნები ტანსაცმელს გამოვიყენებ და ის ამბობს რომ ეს დიდი ცოდვაა და ცხოველებს უპატივცემულობთ და მერე მე ვამბობ რატომ კლავთ მათ ის ამბობს. რადგან ღმერთი ამბობს რომ ეს არის საკვები და ჩვენ გვაქვს უფლება გამოვიყენოთ მხოლოდ საკვები და არა სხვებისთვის. შემდეგ კი ჩემს თვალწინ მოკლა ძროხა.
და მაინც ვერ იპოვით ლამაზ მამაკაცებს. უბრალოდ მითხარი, რომელი მამაკაცია სიმპათიური და მე მაინც ვერ ვპოულობ ლამაზ მამაკაცებს, რადგან მამაკაცების 95 შაქრიანი მამაა და თუ გინდა მამაკაცი, იპოვე კარგი ვინმე, რადგან 5 შანსია იპოვო სიმპათიური და არც ისე მნიშვნელოვანი. ღმერთო თუ გესმის ჩემი ხმა შეგიძლია ლურჯი ფერი მაჩვენო. გონი ვიპოვე ღმერთი. შეგიძლიათ მაჩვენოთ ნომერი 1. ვიცი რომ ჩემს ლეპტოპსაც კი შეუძლია ჩემი აზრების წაკითხვა, მაგრამ მჯერა რომ ეს ღმერთია. რას ნიშნავს სიზმარში ცეცხლი?
საიდან მოდის ეს კოღო? ეს მთელი სამყარო შენთვის უბრალოდ არ მოხვიდეთ ჩემთან და ჩვენ ადამიანები ვართ პირველი ცხოველები, რომლებიც ვიხდით ქირას. გამარჯობა. სურს კოღოებისთვის ხაფანგების დაჭერა, მაგრამ მათი ზიანის მიყენების გარეშე, რადგან ისევ გავუშვებ მათ. დაელოდე მე გაჩვენებ. ახლა მოდი ჩემთან. გამარჯობა, მე ვარ პოლიციელი და მსურს თქვენგან ინფორმაცია ვინმეს შესახებ, რომელიც აქ იყოთ არაკნის გასაწმენდად და თუ შემეშვით. და თუ დროგა. გინდა დალიევ რამე. არა, მადლობა. მსურს თქვენგან ინფორმაცია ვინმეს შესახებ, რომელიც აქ იყოთ არაკნის გასაწმენდად, ვიღაც მოდიოდათ არაკნის გასაწმენდად და მერე ვიცით რომ შენზე იყო გაბრაზებული და მერე ეკლესია დაწვა და შენს დასანგრევად მოდიოდა, მერე პოლიციამ დააკავა და 10 წლიანი ციხე და შეგიძლია ამიხსნა რატომ. მას არაკნების მოკლა სურს და მე ვუთხარი, რომ ჯობია დაიჭიროთ და გზას გადააგდოთ იმის ნაცვლად, რომ მოკლათ და ვიტყვი, რომ ცხოველები იგივე ადამიანები არიან და ისინი სულები არიან და არაქვები და მე გავბრაზდი მასზე, რადგან ვიცი, რომ ის არ მესმის. კარგი, მადლობა, მესმის, კარგი დღე გქონდეს.
კეთილი იყოს შენი მობრძანება ჩემს ადგილას, შენ ხარ ერთ-ერთი იშვიათი ადამიანი, რომელსაც მე ველაპარაკები და გელაპარაკები, რადგან შენ ძალიან კეთილი და კარგი ადამიანი ხარ და მომწონ ხარ და ფიქრობ, რომ ეს კოღოები გაწუხებ, მაგრამ მე მათ გიგზავნით, რომ საფრთხისგან გიხსნათ და გახსოვთ ეს კაცი, რომელსაც უნდა ტარაკნის მოკლა და მას შენი მოკლა უნდა და მერე სიზმარში გაჩვენებ, მაგრამ შენ არ გესმის და მერე კოღოებს გიგზავნი რომ შეგაწუხო, სანამ გარეთ არ გამოხვალ და კი თუ შეჭამ ან მოკლავ ნებისმიერი ცხოველიან. ადამიანი და თუნდაც ხეები მაშინ დაისჯებით და ვიღაც სამუდამოდ დაკარგავს სიცოცხლეს და არ აქვს მეორე შანსი ცხოვრებაში. მე ნამდვილად ვწუხარ იმის გამო, რაც გავაკეთე ცხოველებთან და არ ვიცი, რომ ეს კოღო მოვიდა ჩემს გადასარჩენად და ვნანობ იმის გამო, რაც გავაკეთე წარსულში ცხოველებთან და იცით, მე მიყვარს ცხოველები და ვწყვეტ მათ ჭამას. რადგან ვიცი ჭამა ცხოველები არასწორია და როცა ბავშვი ვიყავი, ვიკითხები ჩემს ოჯახს, რატომ კლავთ ცხოველებს და ვხედავ, რომ ისინი ტირიან და გრძნობენ ტკივილს, მაგრამ ამბობენ, რადგან ღმერთმა თქვა და ჩვენ ვჭამთ მათ და თქვენ იცით, რომ დიდი ხნის წინ ვწყვეტ მათ ჭამას, რადგან ვიცი, რომ ამაში რაღაც არასწორია. და ზოგიერთი ადამიანი ფიქრობს, რომ ცხოველებს სული არ აქვთ და ისინი აქ არიან, რომ გამოვიყენოთ ისინი. თუ რომელიმე ცხოველს შეჭამ, მაშინ დაისჯები და ყველა ცხოველი ერთი და იგივე ადამიანია და არც ერთი სული არ უნდა მოკვდეს, რომ სხვებმა იცოცხლონ და მაიმუნი იმის დასტურია, რომ ცხოველები იგივე ადამიანები არიან და ხეებსაც კი აქვთ სული და მხოლოდ ხეების ხილის ჭამა გაქვს უფლება. და შენც კი ვერ მოჭრი ყველა ხეს, რადგან ხე მოკვდება და იგივეა. თუ როგორ იღებთ მას ადამიანისგან და მახინჯია, თუ ცხოველის სხეულიდან რამეს ჭამ და კარგია ხისგან ჭამა ისე, რომ არ მოკვდი და თუ რაიმე ცხოველს ან ადამიანს და ხეებსაც ავნებ, მაშინ დაისჯები და შენი სასჯელი იქნება იგივე ხასიათი, რაც გააკეთე და იცი ხანდახან ვიღაც ატკინებს ვინმეს და ისინიც იგივე პრობლემას ახდენენ და ეს მე გამოგიგზავნი. რადგან თუ ისინი ამდენი ცოდვით მოკვდებიან, ისინი დაბრუნდებიან დედამიწაზე და დაისჯებიან, ან ზოგიერთი მათგანი სამუდამოდ დაკარგავს სიცოცხლეს. სიტყვაში 85 ჭამს ცხოველებს და ჩვენ ვენდობით რელიგიებს და ღმერთის წიგნები და ამიტომ რა მოხდება, თუ გეტყვით, რომ რომელიმე წინასწარმეტყველი ძალიან კეთილი და კარგი ადამიანია, მაგრამ ისინი ჩემგან არ მოდიან და ზოგიერთი ადამიანი ატყუებს მათ და ეუბნება, რომ ისინი ღმერთი არიან და თავიანთი მიზნებისთვის გამოიყენეს და ამიტომ იყავით სრული და გჯეროდეთ იმის შესახებ. თუ რას გრძნობთ რაღაცის მიმართ, იმის ნაცვლად, რომ მოусმინოთ სხვებს, რადგან ადამიანები ბევრს ლაპარაკობენ. მაგრამ ყველა სიტყვა არ არის ღირსი მათი მოსმენისა და თვალყურის დევნებისა და არ აქვს მნიშვნელობა ვინ ამბობს.
იმიტომ რომ ზოგი იტყუება, ზოგი კი წარმოდგენაც არ აქვს რას ამბობს და არ მისცენ სიტყვებს ერთმანეთის წინააღმდეგ შებრუნების უფლება და თუ გრძნობთ რომ რაღაც არასწორია, ნუ გააკეთებთ ამას და მაგალითად იცით რომ ირემი ლომს გარბის, რადგან ირემი მათ იცავს. ლომისა და ირმის საკუთარი თავი არ მინდა იყოს ლომის საჭმელი და არ ხარ 5 წლის, რადგან ბავშვებიც კი გრძნობენ ამას და შენს ტვინს შეუძლია გაარკვიოს ვინმეს გარეშე. იმიტომ რომ შენ ხარ პასუხისმგებელი შენს ქმედებებზე და ამიტომ იყავი ფრთხილად და ზოგიერთი ცხოველიც კი ადამიანია და მე მათ ცხოველებად ვაქციე მიზეზის გამო, მაგრამ მხოლოდ ზოგიერთ მათგანს, მაგრამ თქვენ არ გაქვთ უფლება შეჭამოთ ან დააზარალოთ ისინი, რადგან დაისჯებით. არსებობს თუ არა სიცოცხლე ცხოველებს სიკვდილის შემდეგ და სად წავალთ ყველა და რა არის ჩვენი სამუშაო დედამიწაზე? დიახ, ცხოველები და ადამიანები და ხეებიც კი, მაგრამ ცოტა განსხვავებულები იქნებით ყველანი ერთნაირი სინათლე და წახვალთ სადაც გინდათ ცაში, დედამიწაზე ან ჩემს ადგილას და თქვენი საქმე დედამიწაზეა. რომ თქვენი თვალები ქმნიან ამბავს ჩემთვის და მე შემიძლია დავინახო და მოვისმინო შენი თვალებით და ყურებით და თუნდაც შენი ტვინი გამოვიყენო ვინმესთან სასაუბროდ. ეს იყო ღმერთი ჩემს ოცნებაში და ვიცი, ას დარწმუნებული ვარ, რომ ღმერთი არსებობს.